დიუშენი რა არის ეგ არ იცის. მე მინდა არ გვერდებს ამას. და რა არის დიუშენი? შენ რა იცი? შენ გითხარით, ხო? დიუშენი რა არის იცი? ფეხზე რო არ დადის ბავშვები. ეგ არის. ზოგი ვერს უთქვა. ექიმი რას გეუბნებათ? ექიმი ასტა მალე დადგებიო, ზოგჯერ მეუნებიან მაგას. თუ წამალს მიიღებო? ო. ო, ამიტომ დადიხარ ხოლმე? ვინ არის? ჩემია. პასტება. ყობაბუდა? უთხარი მე. გამარჯობა ყობაბუდა. გამარჯოს მადარაკავს, გამარჯოს. რა ვახარჯი? კარგად. კარგად. უთხარი ერთას თუ დაგიხარ სახში. უდეს რეკო? ხო. ხო. ამაჩენ სახშია? არა. სადა? სამუშაო, სადიქნება კაცო მეტი. გაგდე, ხო სამუშაო, გაგდე. ვის გაჩვენება? თაბუნა. ნანა, შენ სად იყავი შენ შიმპანზე? შენ ხარ შიმპანზე. როგორ ხარ ბაჭი? კარგად. სად ხარ, სახში ხარ? ო, ჩამოვალ მე მალე. კარგი. აი, აბა გაკოცე ბევრი. კარგი. მე ხარ. მეც. ყველაფერი თქვი. არ ამბობ ყველაფერს, რაც იცი იმას არ ამბობ. აი ეს არის ჩემი ეტლი. ვინ მოგცა ეს ეტლი? საიდან გავს? მათხოვეს. ახლა ამ ეტლში როგორ გადაადგილდები? რა გიჭირს? ხელით. მიჭირს ხელით გადაგდინება. ხელზე ძალა არა, მაგნა იმიტომ. ამას ძალა უნდა? ხო. ზოგჯერ ვიღლები ამაზე. და ჟე მეგობრებთან აშიმილი ამიწასვლა. არ შეგიძლია? არა. რატომ არ შეგიძლია? ცუდი გზაა და ვერ მიგორავს თუ? ო, ცუდი გზა და ვერ მიგორავს. კარგი გზა რომ იყოს მაშინ? მაშინ ვატარებ. ახალი ეტლი ხომ გაჩუქეს? კი, როგორია? ელექტროა. მალე ჩამოვა. საფრანგეთიდან მიგზავნიან. როცა დათან ხატეში როგორ უნდა მოერია? თოფიდან ნაჯახი. 51 ჯერ. გავიცეო. არ მოგცავა აბსოლუტურად მაშინ. მაბობალი ამოწია. ეს. ისպես ბარბალი. ესე წამომიყვანე ხო? კი ვარო თქვენ დღალებს? კედა. თამაში შევნიშნე რომ ანუ მის მასზე უფრო პატარა თანატოლებებით ვერ დარბოდა. მითხრეს რომ ეჭვი იყო დიუშენზე. ამ დაავადების ახსნა ექიმების მხრიდან არ ყოფილა. ერთადერთი როდესაც სახში მივედი დავგუგლე და როცა დაავადება ამომიგდო გუგლიმ თქვი რომ ეს რაღაცა საშინელებაა. ჩემი ლამაში ჩემთვის იყო რაღაცა საშინლად დამანგრეველი. აი ერთადერთი ვთქვით რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ საქართველოს და წავიდეთ. 5 წლის იყო მაშინ. მოხდა ისე რომ მართლა კეთილი ხალხის დახმარებით ჩვენც რაც შეიძლებოდა რომ ცოტა გაგვიყიდა რაღაცა თანხები დაგვეგროვებინა. ანდრია პირველ კლასში მივიყვანე და 2 თვეში უკვე ჩვენ საფრანგეთში ვიყავით. მოიწყინე? 4 თვის შემდეგ შევძელით რომ ექიმთან კონსულტაციაზე ჩავწერილიყავით და მივედით ექიმთან. მითხრა რომ ეს ბავშვი წაიყვანე შენს ქვეყანაში. ანუ შენს ქვეყანას აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის რომ მიხედოს თქვენ სრულად ნორმალური ქვეყნიდან ხართ, ვისაც შეუძლია რომ დაგაფინანსოთ, პრეპარატი შემოგიტანოთ და ჩვეულებრივად მოგხედონ და შეგიძლიათ თქვენს ქვეყანას მოსთხოვოთ. შემოხვალ შეგნით? ხა? კი. თუ გარეთ ვისერნოთ? გარეთ ვისერნოთ. გარეთ ვისერნოთ, მაშინ მე ტანსაცმელს გამოვიცვლი, კარგი? კარგი. ფაქტი შევაგო უცებ გამო. დავბრუნდით საქართველოში და თავიდან ფიქრობდი რომ მე ვიყავი ამ დაავადებით მარტო, ანუ არავის არ ვიცნობდი
არ არსებობდა გუნდი, ვინც შეაფასებდა ამ ბავშვებს და დღემდე არ არსებობს ეს გუნდი, ვინც ყველა კვლევას გაატარებს და რაღაც საბოლოო შედეგს დაადებს. ყოველი 6 თვე, 3 თვე თუ არა, ყოველი 6-იან წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჭირდებათ მონიტორინგი. და არც ერთი ბავშვი არ გადის მონიტორინგს ისე როგორც საჭიროა. მე მაგალითად წელიწადნახევარი არ წამიყვანია ანდრია და გული არ გადაგვიღია, იმიტომ რომ იყო ყოფითი ფინანსური პრობლემები და ვერ მოვახერხეთ. ზუგდიდში არ არის ბავშვთა კარდიოლოგი არ არის, რომ მივიყვანოთ და გადავიღოთ. მეფრინავე. სამ. შორს. რამდენი? რა ვიცი, 11. 1 2 3 4 5 6 7 8 8 10. უნდა დაგიჭირო. მედი. ვერ დაგიჭირე. სკოლა რო დაიწყო, ჩვეულებრივად წავედით სკოლაში, თავისი ფეხით მივიყვანე. 9 წლის იყო. 1 კვირა ვიარეთ, 1 კვირის თავზე, 1-2 შაბათ დღეს გავაღვიძე, ჩავაცვი ტანსაცმელი, რომ წამიყვანა და რომ მოვჭი ჩაცმას, ვუთხარი რომ წამოდექი და ვეღარ ადგა. ველოდებოდი რომ ჩაჯდებოდა, მაგრამ ესე სწრაფად მაინც ვერ ვიფიქრებდი რომ დაჯდებოდა. ესე მოწყვეტით უცებ დაჯდა. პირველად ეტლი რომ შემოვიყვანე. საჟინელი შეგრძნება იყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ჩემი მოსიარულე შვილი შეიძლება ერთ დღესაც ესე უმოქმედოდ დამჯდარიყო. თუმცა დაავადება ვიცოდით რასაც უზამდა და ვაცნობიერებდით, მაგრამ ძალიან რთული იყო, მიუხედავად ამ ყველაფრისა იყო ძალიან რთული. კიდე ცადოთ? ამიწე. კოჩა, ხება ცოტა მეტი ამიწე ხა. მოდი, ცოტა მეტი ამიწე. ვერა? ღამე როცა იძინებს, მაგვიძებს ხოლმე რომ დავიღალე და გადამაბრუნე მეორე მხარეს და ესე ვცდილობ რომ არ ვატკინო რამე ისე მოხერხებულად გადავაბრუნო. ზოგჯერ იმასაც მეუბნება რომ აი საბანი რომელიც არის გრამები რომ ძალიან მძიმეა და ნუღარ მაფარებ. და როგორ შეიძლება ხა სიცივეში საბანი არ დავაფარო ისე რომ დავაწვინო. მაგრამ მისთვის ის საბნის სიმძიმეც უკვე სიმძიმეს წარმოადგენს და არ უნდა რომ ვაფარებ, ურჩევნია რომ ისე რაღაცა თხელი დავაფარო და საბანს ხოლმე მაშორებინებ. და რა თბილი გაგხელები, რა კარგია. რა თბილია. აპაჩა. ცოტა მეტი ეცადება, ცოტა მეტი რო აწევ ხელები. კიდე. ცოტა. ოპა. კიდე აბა. ოპა. აი. კოჩა. Bounce. Лео. ჩამეჭიდე აბა ჩამეხოთე მიდი. ჩამეხოთე. ია, ადელი. ჯები მაგარი ბიჭი. რა არის? დაგეღალაში ხელები, ხო? აი. დავისვენებ და საჭმელისაც გაჭმევ, კარგი? კი, ნათხოვარი ეტლია. ანუ რო ვთქვით, რომ ეტლი არ ყავდა, ჩვენი ახლობელი გოგოა, ფიზიოთერაპევტი. მან თავის პაციენტებში გაიკითხა, იქნება ვინმეს ქონოდა ეტლი და დაგვირეკა, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა მოიყვანა ეტლი, რომელიც არ ჭირდებოდა და შეიძლება ანდრიას დროებით გამოადგეს. წამოვიყვანეთ ეტლი. ვერ გავაგებინეთ, რომ ჩვენ არ გვარგია მექანიკური ეტლი.
15 წლამდე არ ეკუთვნით ელექტროეტლი. ანუ მე მაგალითად ფიზიკურად ვერ დამყავს ანდრიას სკოლაში. მოვითხოვე სპეცმასწავლებელი, მითხრეს რომ გონებრივად ჯანსაღია და სპეცმასწავლებელს ვერ გამოუყოფდნენ, ჭირდებოდა დამხმარე. მივმართე ისევ ექიმს ასიფორმა რომ დაეწერა და დამხმარე ვინმე რომ გამოიყოთ ანდრიასთვის, ვინც სკოლაში მიხედავდა ანდრიას და ვარ ჩამიბარა სოციალურმა, უკან მომიგდო და წამოვიღე სახლში. ახსნა განმარტებაც არ მომცეს. ერთი ჩაიბარეს ეტლზე და მეორე მოთხოვნა რომ სადაც ეწერა რომ ბავშვს ჭირდება ასისტენტი, მომიბრუნეს უკან. ეს არის სრული აბსურდი. როგორ შეიძლება რომ სხვადასხვა საჭიროებაზე ერთ დღეს არ შეიძლებოდა განცხადების შეტანა. იძულებული გავხდი კერძო მასწავლებელი ამეყვანა და კერძო მასწავლებელთან დამყავს. ანდრიას პენსია არის 495 ლარი. სასაცილოა უბრალოდ. აი კვებასაც კი ვერ ვახერხებთ მაქსიმუმ 1 კვირა. ნორმალური კვება რომ მივცე ანდრიას ამ ხელფასით, ამ თავისი პენსიით. მოდი და. ოხ, დამძიმდა ეს ბავშვი, დენი ჭამა. ავიღოთ სიმსივნე, ავიღოთ ლეიკემია. 100%-იანი გარანტია იმისი, რომ დავიწყებთ ქიმიოთერაპიას და განვიკურნებით. გვაქვს და რატომ არ შეიძლება რომ ჩვენ შვილებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, როდესაც ვიცით რომ არსებობს პრეპარატი. კარგად ახალში. პირველი კურსორთა დაწერე ხმა შეხედე და კვაროცხელია. ეგრევე პირველია. ეგრე. მეორე გოლი. წავიდა. ეს მომწონს ეს გოლი მომწონს ძალიან. მიყვარს ეს გოლი. პირიქით. ხუჭა დარმა გოლ. გოლი ეგრე. ასდევსი გოლი ავიდან ეს უპასეჟში. ხო, ბიჭო. აიღებს კვარა ოქროს ფულს. კი. საიდან იცი? ვიცი. ბევრ გოლებშიდან და როგორ არ მიიღებს. რონალდოა პირველზე გოლებს გატანის. 1000 გოლია გადადონა. ცოტა აკლია კი. კვარაცხელია. კვარა მობრუნა ფინდი, პასი, დარტყმა. გოლა. პასი მითე და გოლ. ეს გოლი მახსოვს. ეს ვიცი. ასე რა გეტყვს, hop. ეს ის რას ნიშნავს? ეს ნიშნავს საქართველოს. საქართველოს დროშა. გოლი. იცის კვარა მაგ ბავშვები რომ იბრძვით წამლისთვის? მეგონი არა. რომ იცოდეს? რომ იცოდეს, კაი იქნება. რით იქნებოდა კარგი? წამალი მიეცით ბავშვს რო თქვას. რომ თქვას რა შეიცვლება? არ შეიძლება და ყველა დავდგებით. რას ეთყოდი კვარას? დაგვეხმაროს. როცა წავაგეთ საქართველოს პიროდი. პასაჟემ რო წააგო, მე ის ხო იცი ამერიკის ფინალი. მე პიროდი. მართლა. გადუცი მასყოლი არ აქვს. ჯინიეს. ეგნიშავს ტონიან. ჯინიეს. დავიდა დარტყმა. გოლი. ეგრე ეს გოლი მახსოვს. კი, ოპა. ხაზი, დარტყმა, პასი. რა. ეგლე? ეხლა დამიჯგავა. ყუთადი ბარათი. ხრაზ. რა საერთოდ რატომ მაძლევი? ბიჭო, მომარტყავდა. რა მოგარტყი ბიჭო? ესე მომარტყი. რა მოგარტყი? აი ეს მომარტყე. 1 2 გადადი აქით. ეხლა 3 მარტს რო გარდაგვეცვალა ერთ-ერთი დიუშენელი, რო გავიგე რო ათუკი გარდაიცვალა, ცოტა ხმამაღლა მომივიდა ემოციის გამოხატვა. და ეს იყო ერთადერთი რო ანდრიამ მაშინ იტირა. აი და მას მერე უკვე საერთოდ შევწყვიტეთ ყველაფერზე საუბარი. მოგოები არის
ისიც თქვა რომ შევძლებ რომ გავიარო აწი ვისწავლი სიარულს მე ხო შეიძლება რომ იცეკოს და მსგავსი ბევრი კითხვა აწუხებს საერთოდ არ იყო პრეპარატზე საუბარი ხო შეიძლებოდა რომ ეს მინიმალური მაინც გაეკეთებინათ და მოეგვარებინათ ასეთი ბავშვებისთვის ამწე ყოფილიყო რომ გადაადგილებაში დახმარებოდა მშობელს კარგი ანდრია არის ჯერჯერობით 11 წლის და ჯერ კიდევ ვერევი რომ წამოვწიო ხელში ავიყვანო მაგრამ 15-17 წლის ბავშვი როგორ უნდა აიყვანო ხელში ელემენტარული რაღაცა ბავშვი საპირფარეშოში ხო უნდა გადაიყვანო, ხო უნდა დაბანო. აი როგორ შეიძლება, აი როგორ წარმოუდგენია ჯანდაცვის მინისტრს 15-17 წლის ბავშვების ხელში აყვანა და მისი ხელით გადაყვანა. ესენი ხო არ არის ისეთი მოთხოვნები, რომლებიც აი მილიონებზე და მილიარდებზეა დამოკიდებული, ხო? ეს ხო ელემენტარულია. 2 3 პასი რა პატავიდეს მეგობრებო განიცდის კატაკა ნახე 2 წელი ვეცადეთ ბატონ მინისტრთან კომუნიკაციას ერთადერთი პასუხი იყო მაგიდაზე ხელის რტყმით რომ თქვენ რომ ეს დაავადება დაგიფინანსოთ დანარჩენი იშვიათი დაავადებებიც მომადგებიან რაჩი პასი მომე ბიჭო ანდრია მიხება იმენა თონეა ეს სიტყვა წამოვიდა ზუსტად მინისტრთან შეხვედრის ბოლო დღეს როდესაც დაისვა კითხვა შენი შვილი რომ იყოს რას გააკეთებდი და პასუხი იყო ასეთი ჩემ შვილს ღმერთმა დაუფაროს ანუ ჩვენი შვილები დაიხოცოს ვახარ დედა მე კიდო მეყარხარ დედა გიჯკო შეკეთე ეს ბატონი პრემიერის შვილს მსგავსი დაავადება რომ მჭირდეს ის ამ თანხებზე აბსოლუტურად არ იფიქრებდა იმ მოქალაქეების ჯიბეებზე ვისგანაც ეს ექნებოდა ამოსაღები არ იფიქრებდა იმ ციფრებზე რა ციფრებსაც ზოგადად ასახელებს დღეს არც იმ მაფიაზე და კორუფციაზე იფიქრებდა რომელი კომპანია შემოუტანდა მას ამ წამალს დარწმუნებული ვარ რომ იგი თავის შვილს აიყვანდა და სპეციალურად გადააფრენდა იმ ქვეყანაში სადაც შეიძლებოდა რომ მიეღო ეს წამალი პირდაპირაც კი იყიდიდა და გაუკეთებდა თავის შვილს იმდენ ბავშვებს უკვე ეს დაავადება რომ ტელეფონში ყველგან ეს არის გავრცელებული ხო ანდრიას როგორ სჭირდება ის წამალი მას სჭირდება სხვებსაც და არა მარტო ანდრიას დაგინებით ვთხოვთ რომ მისცემ ბავშვებს წამალი კიდე ისინი სხვა რაღაცეებზე ფულს ხარჯავენ, მაგრამ არ უნდათ რომ წამალზე დახარჯონ ფული. ნიკო წამალი მისცენ და გაიაროს და ბიჭებს სრული გვაქვს რომ ერთად ვითამაშოთ ფეხბურთი დიდ სტადიონზე რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება და უფრო მალე მისცემენ ანდრიას იმ ტიუშენის წამალს. და ეთქებდო ბევრი ხალხია ხოლმე თბილისში. კი, ძალიან. რატომ ჩადიხართ თბილისში შენ და და წამალის გამო. ეს შენი შვილი რო იყო სამარკვარი ვარ ზოგადად. წამალი გვინდა. შენი შვილი რომ იყო? შენი შვილი რომ იყო? წამალი ბავშვი. იეთი ბავშვი წამალი. კომუნალურებს ვიხდით, როგორც მოქალაქე. ყველა კომუნალურს ვიხდი. საპატრულო ჯარიმებს ვიხდით, მოქალაქეები. საპენსიო დანაზოგებს ვიხდით, მოქალაქეები. ხელფასებიდან საშემოსავლოებს ვიხდით, მოქალაქეები. ფაქტიურად ბიუჯეტი ცხოვრობს მოქალაქეების ხარჯზე. და მე როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს რომელსაც ჩემი ვალდებულება გამაჩნია სახელმწიფოს წინაშე და ყველა ამ ვალდებულებას ვასრულებ. სახელმწიფო რატომ არ უნდა იყოს ვალდებული რომ შეასრულოს ჩემი მოთხოვნა?
შვილის სიკვდილი ხო საშინელება, მაგრამ ჩვენ ყოველ დღე გვიწევს სიკვდილ ზვალებში ჭავყედოთ. და ამასთან ერთად ცხოვრება არის საშინელება. უკვე შეში მიპყრობს, რომ აი რაც უფრო წლები გადის, რომ აი უახლოვდებით იმ ნაბიჯებს, რომ შეიძლება ფატალურად დავასრულოთ სიცოცხლე. ბრძოლას არანაირად არ შევწყვეტავთ. არც მე და არც ერთი მშობელი. ყველანი იქ ვიდგებით იქამდე სანამ პრეპარატს არ მივიღებთ. ბავშვებს წამალი მიეცით. მალე. ბავშვებს წამალი მიეცით. მალე. ჩვენი შვილების სიცოცხლეს სასწორზე ვერ დავდებთ. და ჩვენი შვილების განაჩენს ხელს არასდროს არ მოვაწერთ. ჩვენ შვილებს აქვს უფლება, რომ იცოცხლონ ამ ქვეყანაში. და თუ ჩვენ ამ ბრძოლაში დავმარცხდებით, ეს ყველა თაობისთვის იქნება განაჩენი. ეს არის ჩემი წაყრები. წავედით ისკაპა. ეხლა მოაბრუნე. წავედით.